ეკო ვიდრე სვანიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოგიყვებოდით, გეტყვით, რომ ამ წუთებში დავით მააკარაძე ახლა დანიშნული მოსამართლე საათათბიროთ არის გასული. მან გადაწყვეტილება გია ჯვარჩეიშვილისა და ელენე ბერიკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს. ეს საქმეები თავად გააერთიანა მოსამართლემ და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. ვიდრე საათათბიროთ გავიდოდა მოსამართლე, ელენე ბერიკაშვილმა მიმართა სასამართლოს. მან აღნიშნა, რომ მის ხელოვნურად არ ცდილობდა გზის გადაკეთებას, ცდილობდა ტროტუარზე ასვლას, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი იყო ტროტუარზე და ფიზიკურად ვერ ახერხებდა, რომ ტროტუარამდე მიეღწია. კადრებშიც კარგად ჩანდა, რომ პოლიციელები ძალიან ღრმად შევიდნენ მოქალაქეების ნაკადი გაარღვიეს მათ და ასე გამოიყვანეს. სწორედ ელენე ბერიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას მანქანაში სვავდნენ პოლიციელები, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თქვა, რომ ბერიკაშვილმა ზეპირად იცოდა პოლიციის ფიცი და შესაბამისად ის იყო აქტიური და უნდა დაეკავებინათ. რაც შეეხება გია ჯვარჩეიშვილს, მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მჭიდროდ გადაადგილდებოდა მოქალაქეებთან ნაკადში, რის გამოც ის სუდად გახდა და კარგა გონება ეხმარებოდა ამ ადამიანს და როდესაც მოახერხა წამოდგომა ამ მოქალაქემ, რომელიც შეუძლოდ იყო, სწორედ აი ამ დროს გია ჯვარჩეიშვილს პოლიციამ დაადო ხელბორკილები და გაიყვანეს ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დავით მააკარაძე ამ სამოქალაქო აქტივისტების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც დღეს ერთი სამოქალაქო აქტივისტი 5 დღით ციხეში გაუშვა. რაც შეეხება ახლა მარიკა სვანიშვილის საქმეს, 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე თორნიკე ხოჭქიანმა მარიკა სვანიშვილს. ეს იყო ის საქმე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის საერთოდ არ შეიწუხა, არანაირი მტკიცებულება არ მოიტანა სასამართლოში. ერთი კადრიც კი არ იყო, სადაც გამოჩნდებოდა მარიკა სვანიშვილი, რომ ის ან გზისავალ ნაწილზე გადაადგილდებოდა, ან ტროტუარზე. საერთოდ ჩანაწერები, რომელიც წარადგინეს სასამართლოში, ერთ კაცშიც კი არ ჩანდა, შესაბამისად ვერ ადასტურებდა ძალოვანი უწყება, რომ საერთოდ აქციაზე იმყოფებოდა მარიკა სვანიშვილი, თუმცა მოსამართლემ მოусმინა მოწმე პოლიციელს, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იურისტმა, სწორედ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს და სიტყვაზე ენდო დღეს მოსამართლე პოლიციელს. შესაძლოა ვერც შეძლო ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა, თუმცა ამის და მიუხედავად მოსამართლე მიიღო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. მას განუსაზღვრა 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ერთი მტკიცებულებაც კი არ იყო მის წინააღმდეგ წარმოდგენილი, არათუ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა და უმორჩილებლობა ან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არამედ მარიამის საერთოდ არ ჩანდა კადრებში. მოსამართლე დაეყრდნო მოწმის ჩვენებას, რომელიც იყო აბსოლუტურად ცრუ, პოლიციელის ჩვენებას უგულისხმობ, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს და მარიამი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით შემიძლია თამამად თქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს სამართალდამღვევად იმ პირობებშიც კი, როდესაც ის საერთოდ არ იმყოფება აქციაზე. სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა მოსამართლეს მოსაფიქრებლად, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო გია ჯვარჩეიშვილის საქმესა და ელენე ბერიკაშვილის საქმეზე. გია ჯვარჩეიშვილს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ელენე ბერიკაშვილს კი 4 დღით პატიმრობის ვადა განუსაზღვრა ახლა დანიშნულმა მოსამართლემ.